თქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო, ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს 2 კვირა, შეიძლება იყოს 20 დღე. და მე ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. რატომ? პირველ რიგში პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი ნაციონალური ბლოკი ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, ვინც არის გაერთიანებული. ხა სამეთვე როდესაც არ მქონია ხა შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ქონდა იმის ბოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე 3 დღეში ან მეორე დღესვე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაძრებას. ეს რო გამეკითებია, მე ვთქვი, ძალიან არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემს მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მე თუნდაც ციხეში ყოფნის დროს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არ მქონდა დაახლოებით ჩამოყალიბებული პოზიცია, რა თქვენ დამისვით ეკითხა პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება სხვა პლატფორმებთან ერთად თუ არ გაგრძელებასთან დაკავშირებით მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც ამისთვის გამოვიყენე და ეხა ხვალიდან რა დღეიდან ახლაც კი 12 საათზე მაქვს უკვე შეხვედრა კოლეგებთან მე ხვალ რა თქმა უნდა გრძელდება ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და მე ვფიქრობ რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება რომელიც არის მისაღები. მნიშვნელოვანი იყო რომ მე და მიხეილ სააკაშვილის შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. ეხა მithumetes მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის რომ ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ხა ყოფილა საკითხები და იქნება ალბათ მომავალში საკითხები, სადაც ასე სხვადასხვაობა იარსებებს, ხო, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ თანხმდებით, იმიტომ რომ არის საღიაზრი და საღიაზრის ფარგლებში ეხლა თურდესაც ვართ მოქცეული, იქ შეუძლებელია არ მიიღო რაციონალურად სწორი გადაწყვეტილება. ეხლა გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს, ხო, ადამიანი არ მინახავს 2 წელიწად ნახევარია. 2 წელიწად ნახევარი ადამიანთან არ ქონია შესაძლებლობა პრაქტიკულად ნორმალური ურთიერთობის და ეხლა როდესაც რიგით ნაციონალური მოძრაობის წევრს, გასაფასებელი ძვირფას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სხვა კოლეგებს ვეკითხები, მათი აზრი მაინტერესებს. მართლაც მოახერხეთ ამ პროცესში ვართ. ეხლა გასაკვირი არავისთვის არ არის, რომ როგორც კი მომეცა შესაძლებლობა ვინაიდან მას არ ეძებდა შესაძლებლობა ავიღე ბილეთი და ჩავედი და ვისაუბრეთ 2 დღის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი და ამ ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი შიგნით თუ გარეთ არ ამგონია რომ დარჩეს ნასიამოვნები იმით რომ ჩვენ შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება ის რაც მათ სურთ კონფლიქტი მე და მიხეილ სააკაშვილის შორის და ეს არ იქნება, იმიტომ რომ გამომართლებელი არის, გამოწვევები არის მნიშვნელოვნად დიდი ქვეყნის წინაშე და ნაციონალური მოძრაობაში უნდა იყოს პირველ რიგში ერთობა განსხვავებულ პოზიციებზე ყოფ ჯგუფებს შორის და ეს მიამაყება ნამდვილად ნაციონალურ მოძრაობაში არის ასეთი პოზიციები და ხდება პოზიციების შეჯერება. ამიტომ ძალიან გაყოფილი ვარ ამ ვიზიტით.